მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგით ჩვენ ორი საკითხი გვაქვს. თუ არა გაქვთ რაიმე დამატება დღის წესრიგთან დაკავშირებით, დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. პირველი საკითხი, სადაც ჩვენ სავალდებულო კომიტეტად ვართ, ეხება საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარდგენილი საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების ცვლილების წესის შეთანხმებასთან დაკავშირებით მომხსენებელი გახლავთ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გიორგობიანი. გთხოვთ. მადლობა. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ნომერ მეორე ცვლილებად წერილ შეთანხმებას, რომელიც გაფორმებული არის საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის და ეხება 2019 წლის 19 ფებრუარს გაფორმებულ სასესხო შეთანხმებას. სასესხო შეთანხმება გაფორმებული არის 250 მილიონ ევროზე. სესხის ვადიანობა გახლავთ არაუმეტეს 30 წელი, მათ შორის 7 წელი შეღავათიანი პერიოდი. სესხის პროცენტი და სესხის ვალუტა განსაზღვრული იქნება უშუალოდ ყოველი ტრანშის ჩამორიცხვის წინ და დაფუძნებული იქნება ევრიბორზე ან სხვა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე და ადმინისტრირების გადასახადი გახლავთ ერთჯერადი, რომელიც არის 50,000 ევროს ევდენობით. წარმოდგენილი ცვლილებით იცვლება მხოლოდ სესხის ხელმისაწვდომობის ვადა და გადადის 2028 წლის 31 დეკემბრამდე და დაფინანსდება გზის მონაკვეთები, რომელიც უკავშირდება და არის დამაკავშირებელი საქართველოს სომხეთი და საქართველოს აზერბაიჯანის. ეს არის რუსთავი-ალგეთი, ალგეთი-წითელი ხიდი, ალგეთი-არაფლო სადახლოს მონაკვეთები იქნება დაფინანსებული. ამ ეტაპისათვის ჩვენ მზადა ვართ, რომ დავიწყოთ სამუშაოები და პროექტი მზად არის, შესაბამისად ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს უკვე ფისკალურად, რომ მომავალ წელს უკვე დავიწყოთ ამისი ხარჯვა. დიდი მადლობა. ხო, არა გაქვთ შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის, რომელიც საბოლოოდ შეკრავს საქართველოს აღმოსავლეთით და დასავლეთით მიმართულებით ამ სატრანზიტო გზებს და რა თქმა უნდა, ამის განხორციელება ჩვენი ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი არის. ამიტომ გთხოვთ, რომ დავეთანხმოთ წარმოდგენილ წინადადებას, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა. საკითხი გადაწყვეტილი არის. და მეორე საკითხი, როგორც მოგეხსენებათ, რეგლამენტით განსაზღვრულია წინამოწვევის პარლამენტში არსებული კანონპროექტების განსახილველი კანონპროექტებიდან თუ არის რომელიმე, რომლის გადმოტანა და განხილვა მიზანშეწონილად მიაჩნია ქვემდებარეობის მიხედვით ჩვენ კომიტეტს, ასეთი საკითხი არ არის, აქედან გამომდინარე ჩვენ წინამოწვევის პარლამენტში შემოსული კანონპროექტების გადმოტანას არ გეგმავთ ამ მოწვევის პარლამენტში. და გთხოვთ ამასთან დაკავშირებითაც თუ რაიმე განსხვავებული აზრი არ გაქვთ, მაშინ დავეთანხმოთ. მადლობა. კი ბატონო, კომიტეტმა დღის წესრიგით განსაზღვრული ორივე საკითხი განიხილა, ამით კომიტეტის სხდომა დასრულებული არის. მადლობთ.